გზას ძლივს აჩნდა ცხენების ნაფეხური. კვალიც კი არსად ჩანდა ეტლისა ან მარხილისა. შორს იშლებოდა ქედი, როგორც თეთრი ფარდა, რომლის ქიმები მორუხო ცაში იკარგებოდნენ. ამ გზაზე გაევლო ინგლისის ელჩს სპარსეთში, რომელიც წერდა: ქედი ვერ გადავლახეთ, სანამ სამ ეკიპაჟში 60 ხარი არ შევაბითო. ახლა კი უკვე 1 თვე იყო, რაც გადაუღებლად თოვდა და ჩვენ ალბათ 200 ხარი დაგვჭირდებოდა. ლიხის ქედი, რიკოთის უღელტეხილი, მთიანი, რთული რელიეფით და საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული უმნიშვნელოვანესი ფუნქციით. სწორედ აქ, მასშტაბით და საინჟინრო გადაწყვეტილებებით, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი და მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება. საუკუნის პროექტის ფარგლებში აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის ყველაზე რთული მონაკვეთი, რიკოთის ჩქაროსნული გზა, 4 ნაწილად შენდება. ჩქაროსნული გზის 3 მონაკვეთის მშენებლობა დასრულებულია. შედეგად, რიკოთის 52 კილომეტრიანი მაგისტრალური გზის 93%-ზე და აღმოსავლეთ-დასავლეთის 430 კილომეტრიანი საერთაშორისო საგზაო დერეფნის 70%-ზე მოძრაობა გახსნილია. ტრანსპორტი დღეს უკვე სარგებლობს რიკოთის ახალი 4-ზოლიანი მაგისტრალის 48 კილომეტრი ჩქაროსნული გზით, 49 გვირაბითა და 88 ხიდით, რითაც 8 კილომეტრით შემცირდა რიკოთის მონაკვეთზე გასავლელი მანძილი. დრო კი განახევრდა და აღნიშნული მონაკვეთის გასავლელად 1 საათისა და 20 წუთის ნაცვლად 35 წუთია საჭირო. ახალი მაგისტრალი სრულად შეესაბამება საგზაო უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებს, გზა გვერდს უვლის დასახლებულ პუნქტებს, ამცირებს გადაადგილების დროს, მანძილს და უსაფრთხო, კომფორტული მგზავრობის საშუალებას იძლევა. ჩვენ არ ვაშენებთ უბრალოდ გზას, ჩვენ ვაშენებთ თანამედროვე კომუნიკაციას, საქართველოს უკეთესი, დღევანდელი და ხვალინდელი დღისთვის.